1001 ღამე. Sarajevo. Აი, აქ არის. სარაევოში რამდენჯერ იყავით? ორჯერ. არც დამითვლია. ბოსნიაში ომის შემდეგ ჰესი ავაშენეთ. შენ არ ყოფილ ხარ? მითხარი, სარაევოში არ ყოფილ ხარ? არ ყოფილვარ. მოგეწონება. გამგზავრება გვინდოდა, მაგრამ მაშინ ქანი დაიბადა. სათხილამურო ბაზა სარაევოს აეროპორტიდან 40 კილომეტრის დაშორებით უნდა აშენდეს. მეტავიქ როგორი გზებია. ცუდი გზა. მაგრამ ჩვენი მშენებლობის დაწყებამდე სამინისტრო ამ საკითხებს მოაგვარებს. მე რომ მოგეცი იმ ჟურნალში ამაზე სტატია დაიბეჭდა. სად არის? ჩემს ოთახშია. ჯევაბჩიჩის ეძახიან. ჩვენს გოფთეს გავს. გემრიელია მოგეწონება, მაგრამ ის მთავარ ქუჩაზე უნდა ჭამო. ბენუ, ილამშვიდობისა. ილამშვიდობისა ბატონო ქერემ. რაღაც მოწყენილი ხარ. რა მოხდა? არა, არაფერი მომხდარა. ინებეთ. მადლობთ. ოსპის გემრიელი წვნიანი მოგიტანე ბატონო ბურხან, სანამ ცხელია შეჭამე. არ მინდა. მე მოგიმზადე. არაფრის ჭამა არ შემიძლია. ბატონო ბურხან, რამდენიმე კოვზი მაინც. ნუ მაძალებ ნადიდე. წვნიანის დანახვა არ მინდა, ცუდად ვარ. დოქტორ ჩარი. ბატონო ბურხან, ექიმი ხომ არ გამოვიძახო? ექიმი რაში დამეხმარება? მიმკურნალებს და სინდისის ქენჯნა აღარ შემაძუხებს? ზურბედი. თას ნოიტანჯევ. არა. ღირსი ვარ. ქალბატონო ნადიდე, შაჰრაზადი მართალია. ვიცოდი სიტყვებს დიდი მნიშვნელობა რომ ჰქონდა, მაგრამ არ მეგონა. ჩემი ასეთ ცუდად ნათქვამი სიტყვები ერთ დღეს უკან თუ დამიბრუნდებოდა. ბატონო ბურხან, ძალიან ცუდად მოვიქეცი, ძალიან. ავადმყოფი ბავშვის დედას უთხარი, 10 სიცოცხლე რომ მქონდეს, არც ერთს არ გავიმეტებდი მეთქი. ახლა კი ჩემმა შვილიშვილმა ბაბუა რომ დამიძახოს, ამისთვის მზად ვარ 10 სიცოცხლიდან. ყველა მას დავუთმო. გაჩვენდი ბურხან. ჯერ დედა შენის ქორქ შეხედე, მე ჩემსას. გონია ორივე ერთნაირი ხარისხისაა? ერთნაირია. არა, დედა შენის ბევრად უკეთესია. იოსონ, სისულელეს ნუ ამბობ. ერთნაირი ხარისხია. კარგი, რა თორმერთი გწამს ალიქემო. იოსონ, ოდესმე კმაყოფილი ყოფილ ხარ? წუხე ლაპარაკი ჩემაწუხე. აბა შენმა განის ნახმარი კომპიუტერი რატომ აჩუქავ? კარგი რა. ახალი ხომ არა, ნახმარია. ალბათ ფაბრიკიდან ძველი მოიტანა. ნამდვილად ესე იქნება. კარგი რა. ის არა საკმარისი შენ ძმას სწავლის ფულს რომ ვუხდით. რა დაგემართა? ეთყობოთ სუთხასიაძე გაიღვიძე. დავიღალებ იოსონ. სკანდალებმა დამღალა გასაგებია? ომ შეიძლება ზოგჯერ ჩემზეც იფიქროს ვინმე. კარგი, რა ვთქვი ასეთი? მამა შენი მთელი დღე სახლში იქნება? ვერ ხედავ რომ ავადაა. კარგი, იწვეს. არ ინერვიულო, მე მივხედავ. კარგი, დღეს გისურვებ. მადლობ. ღმერთო. ებრალად მიერთვით. ხდომა ხომ მალე დამთავრდება? დიახ, დედაცევა, მხოლოდ ერთი საკითხი დარჩა მოსაგვარებელი, ისიც ფორმალურად.
კარგი. მე და სევალი საღამოს ასოციაციაში მივდივარ შეხვედრაზე. ბოლო დროს ხშირად დადიხართ ჰოლდინგში. ხელს გიშლით შვილო? არა, პირიქით, მიხარია. რა მოხდა მიხრებან? პარკში არაპირებდით წასვლას? შახრაზად, იცი იქ ძალიან ცივა. ქანი შეიძლება გაცივდეს. ხო მიხრებან, ყურადღებით იყავი, არ უნდა გაცივდეს. ნუ ნერვიულობ ძვირფასო. მომენტი დედას დავალაპარაკები. მოიცადე ჩვენს პატარა შენთან უნდა დაალაპარაკება. დედა. შილო, რა საკეთებ? თამაშობ. უკვე ჭამე? ჭამე. ჩემი ყოჩაღიშვილი. ხვალ წადით პარკში, კარგი? საღამოს რა მოგიტანა? შენ მოდი. საყვარელო. გამარჯობათ, გემრიელად მიირთვით. კარგი, ვეღარ დაგელაპარაკები. გამარჯობა. მეც კოცნიშვილო. გამარჯობა ბენო, როგორ ხართ? გმადლობ თქვენ? გმადლობ, მეც კარგად. დროებით. გამარჯობა. გამარჯობა ქალბატონო შახრაზად, როგორ ხართ? გმადლობთ. თქვენ? გმადლობ, კარგად. დასხედით, ერთად ვისადილოთ. ხელს ხომ არ შეგიშლით? რას ამბობთ? გთხოვთ. ქალბატონო ბენო, თქვენც დაბრდანდით. არის რაღაც საკითხი, რომელზეც გვინდოდა თქვენთან გვესაუბრა. კარგია რომ შეგხვდით. მართლა? შეხედოთ როკ. ახლა მათ დედებთან უნდათ დაახლოება. მალე არც მოგვესალმებიან. კარიერას იქმნიან აიშენ. უკვე მესაკუთრეების მეგობრები არიან. ლეიკემიით დაავადებული ბავშვების ფონდ იმედის სახელით საქმიანობის გააქტიურებას ვფიქრობთ ქალბატონო შახრაზად. მე და სევალმა ამაზე უკვე ვილაპარაკეთ. როცა სოციალურ პროექტებზე ვსაუბრობთ, ჩვენ მხოლოდ ფულს ვთავაზობენ. გონიათ რომ სხვა არაფერია საჭირო. თქვენთვის ეს ნაცნობი თემაა. კარგი იქნება თუ ამ პროექტს ჩვენი ჰოლდინგის სახელით უხელმძღვანელებთ. თუ რა თქმა უნდა ამის სურვილი გექნებათ. რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით. უზამბურა. წამოწექი ბატონო ბურხან. Yatın baba. მამა დაწექით. Vallahi çok yoruluyorsun. ფაბრიკაში ძალიან იღლებით. Her işe siz ყველაფერზე ნერვიულობთ. ამიტომ ხართ ცუდად. გმადლობ შვილო, ღმერთმა დაგლოცოს. şimdi bir საცხის ჩაის მოგიმზადებთ, მამა. bol limonlu. ლიმონსაც დავამატებ. Oh biter. ოფლს მოგადენთ და ავადმყოფობაც გაივლის. Nimet ne günü? შენ რატომ წუხდები ფესონ? ნიმეთი რისთვის ყავს? არ წუხდები დედა. მოიცადე შვილო. Durma karnın burnun. ჯობია დაიწყდე. დაისვენე. შობიარობამდე ცოტა დარჩა. Ay aşk olsun. არ ინერვიულოთ დედა. Ihlamur yapmak. საცხის ჩაის მოვამზადებ. არ დავიღლებე. დარიჩინიც დავამატო, მამა. ხო, დაამატე. კარგი. Bak. ხედავ ჩვენი რძალი შენზე როგორ ზრუნავს. ჯერ გასარკვევია ჩვენი რძალი ჩემზე დარდობს თუ თავის ძმაზე ზრუნავს. არ გინდა ბატონო ბურხან. O nasıl? რატომ ამბობ ასეთ რამეს? ალი ქემალი წავიდა? Çoktan დიდი ხანია. mağazada. ჯერ მაღაზიაში მივა, იქიდან ფაბრიკაში წავა. Akşama მითხრა გვიან დავბრუნდებიო. Biraz fırsat. Omხედავ. çocuğa. შანსი მივეცით და ახლა ცდილობს. Sahi. დამინჯერე ასეა ბატონო ბურხან. Aman ev. ვუთხარი შვილო. İyi çalıştı. კარგად იმუშავე მეთქი. Babamı. მან მიპასუხა არ ინერვიულო, მამას არ შევარცხვენო. Ay çok. ამის მოსმენამ ძალიან გამახარა. Burhan. ბატონო ბურხან, ძალიან გთხოვ. რა გინდა, რა უნდა მთხოვო? ოღონდ არ გამებრასდე. Kalbi çok eski. ალიქემალს ძალიან მკაცრად ექცევი. Bırak biraz. უფრო მეტი თავისუფლება უნდა მისცე. İdare etmeye. რომ საქმის კეთება ისწავლოს. Düşmeden. თუ საშუალებას არ მისცემ, როგორ ისწავლის? Hiç. ძალიან ბევრჯერ მივეცი შანსი ქალბატონო ნადიდე. მეთქობა დაგავიწყდა. როგორ გააკოტრა მაღაზიები, ვალები კი ჩემი გადასახდელი გახდა. O zaman. მაშინ ახალგაზრდა იყო. Artık. ახლა კაცია. Oldu. გეყოფა ნადიდე, ნუ გარიცავ. როცა მეუბნები მომენატრეო, მზად ვარ ყველაფერი მივატოვო და შენთან გამოვიქცე. საღამოს მოდი და ყურში რაღაცას გეტყვი. მართლა? რა უნდა მითხრა? მოდი და გაიგებ. ხომ მოხვალ?
ნახოთ. როგორ თუ ვნახოთ ალი ქემალ, მითხარი რომ მოხვალ. ესე იგი უჩემოდ ვერძლებ? რა თქმა უნდა ვერძლებ. მე ალი ქემალ ევლია ოღლუ ვარ. ჩემო ლამაზო, ჩემი დავიწყება შეუძლებელია. არ შეიძლება სახლში არ წახვიდე? არა, არ შეიძლება. რა თქმა უნდა, ცოლთან გაიქეცი. ჯანსელი რაში გაინტერესებს? საყვარელო ხო მიცი რა დღეში ვარ. მერტ, რა ლამაზი აქაურობა, ადრე არასდროს ყოფილ ვარ. ო, ამ მაღაზიების ნახევარი ბიძია ბურჰანისა. დაქირავებული აქვს. მართლა, ესე იგი ბიზნესმენი ბიძია ყოლია, ამას მიმალავდი? მართალია ბიზნესმენია, მაგრამ ჩვენთვის არაფერი ემეტება. წამოდი, ჩემი დისკმარს გაგაცნობ. ისმინე, ახლა მისი ნახვა აუცილებელია. მოდი, წავიდეთ. წამოდი, უბრალოდ მივესალმოთ, იქნებ რამით გაგვიმასპინძლდეს. ნუ ნერვიულობ, წამოდი. წამოდი. ჯანსელ ვეღარ დაგელაპარაკები, მერე დაგირეკავ, გოცნი. Yani, მომავალო სტუდენტო, აბა როგორ ხარ? მითხარი. გამარჯობა ძმაო. ეცადინეობიდან ახლა ხან გამოვედი, ვიფიქრე გავუვლი და ვნახავ მეთქი. კარგად მოგიფიქრებია. ეს ჩემი მეგობარია, სონერი. სასიამოვნოა. ჩემთვისაც. რა კარგი ქურთუკებია? მაღალი ხარისხის. რა ღირს? აქრისთვის მოხვედი, სახლში რატომ არ მიდიხარ? დამატებითი მეცადინეობა დაგვინიშნეს. ცოტათი ჩამორჩით, უნდა ავანაზღავროთ. წავიდეთ, რამე ვჭამოთ. კარგი იქნებოდა, მაგრამ საქმეს ვინ მიხედავს? ფაბრიკაში უნდა წავიდე. საქონელია მისაღები. ინვენტარიზაცია უნდა ჩავატარო. კარგი, მაშინ დროს აღარ დაგაკარგვინებთ. ჩვენ წავალთ და რამეს შევჭამთ. კარგი, გემრიელად მიირთვით. მადლობ, ნახვამდის. კარგ დღეს გისურვებთ. განი, საღამოს არ დაეგვიანო, თორემ დაისჯები. კარგი. გილოცავ ბატონო ქერემ, წარმატებებს გისურვებთ. გილოცავ ქერემ. გილოცავ ჰოლდინგ ბინიაფის დაფუძნებელთა საბჭოს თავმჯდომარეობას. ეს უბრალო ფორმალობაა, ონორ. უსალოცი არაფერია. უბრალოდ ჩემი რიგი მოვიდა. მერე რა? რაც ეს პირველად არ ხდება. რა თქმა უნდა. კიდევ ერთხელ გილოცავთ. მადლობთ. გილოცავთ. მადლობთ. პაკეტი მომიტანე. გახლავე. ძმაო, ისევ წუნიანი საქონელი გამოუგზავნიათ. მაჩვენე, ამათ შემა თუ იკითხა უთხარით ალი ქემალმა ფაბრიკაში წაიღო წუნიანი აღმოჩნდა თქო, კარგი? კარგი. ზოგჯერ მაინც შეამოწმე ხოლმე, მთელი დღე უსაქმურად ზიხარ. კარგი, გავითვალისწინებ. ბენო? ხო, İyimsin. კარგად ხარ? İyiyim. კარგად ვარ. Hiç öyle ცუდად გამოიყურები. განერვიულებული ჩან ხარ. Düşünüyordum. ფიქრობ, Neyi? რაზე? Bu sevda. ჯობს ამ სიყვარულზე უარი ვთქვა შახრაზად. Şehrazat. ამაზე ვფიქრობ. Düşünüyordum. Ne demek ეს რას ნიშნავს? არაფერს. Bunu bana... რადგან ასე ამბობ, ესე იგი მიზეზიც გაქვს ბენო. Hayır. არა. Bakma. ასე ნუ მიყურებ, გთხოვ შახრაზად. დამიჯერე შენ არაფერ შუაში ხარ. Her sabah ümit. ყოველ დილით იმედით ვიღვიძებ, მაგრამ მერე ეს იმედი მიცრუვდება. Yoruldum. დავიღალე. Her şey მარტო ცხოვრებამ და ამ განცდებმა ძალიან დამღალა. Bennu yapma. ბენო არ გინდა. Kerem Bey'in kalbi ბატონი ქერემის გულში ჩემი ადგილი არ არის. anlamamak için aptal. სულელი უნდა იყო ამას, რომ ვერ მიხვდე. Niye boşuna üsteliyor? თუ იმედით როდემდე უნდა ვიცხოვრო. Tavşan daha ağır. კურდღელს მთა შეუყვარდა, მაგრამ მთა ვერაფერს ვერ ხვდება. Aptal tavşan. სულელი კურდღელი. Çok yanlış. ეს არასწორი შედარებაა. Daha olmaz. მთა შენ ხარ. Tavşan. მაშინ კურდღელი ვინ არის? Bu hikayede tavşan. ამ ზღაპარში კურდღელი არ არსებობს. O zaman daha ძალიან ცუდი თუ ასეა. Kerem Bey. ბატონი ქერემი მთა, Ben daha. მეც მთა ვარ. Daha da akıllı. თაკი მთას ვერ შეხვდება. Bennucuğum. ბენო, Sen aşk. მგონია სიყვარული ადვილია?
ასე რომ იყოს ყველა ბედნიერი იქნებოდა. Kolay değil ki. ის ადვილად არ მოდის. Bennu. ბენუ Her aşkın. ყველა სიყვარულს სირთული ახლავს. Bazı aşk. ზოგი ურთიერთობა ძნელად იწყება. Bazılarına. ზოგს ცხოვრება დაბრკოლებას უქმნის, ზოგს კი Bazılarına. სიკვდილი აშორებს. Ölüm ayırır. სიყვარულზე უარს ნოიტყვი. Aşkından vazgeçme. დამიჯერე. ფონდს უნდა დავეხმაროთ. თუ ახალი კამპანია დავიწყოთ. ბიჭებო, ჯერ ამაზე უნდა შევთანხმდეთ. გონი აზრით რომელი ჯობია? მე ახალი კამპანიის მომხრე ვარ. მეც ასე ვფიქრობ. მაგრამ ბიუჯეტი კიდევ ერთხელ უნდა განვიხილოთ, ხომ ასეა? ჰოლდინგ ბინეაფის დამფუძნებელთა საბჭოს თავმჯდომარე აქ არის დედა. მას კითხეთ. ონურ. ხო. როცა თავმჯდომარე შენიყავი, ასე ვიქცეოდით? ჰოლდინგში ეს პრობლემა როდის გქონია? არასდროს. რა ვთქვი ასეთი, უბრალოდ ვიხუმრე. ბიჭებო, რა ხდება? არაფერი დედასევალ, ხუბრობ მართლა. მოდით გავაგზავნოთ. რაზე გავჩერდით? მოდით ქალბატონი შახრაზადი მოვიწვიოთ და ახლავე დავიწყოთ მუშაობა. რა სიტყვი ქერემ? კარგი. ქალბატონო ნურჰაიათ, შეგიძლიათ ქალბატონ შაჰრაზადს უთხრათ, რომ ჩემს კაბინეტში შემოვიდეს. რა თქმა უნდა, ბატონო. როგორ გონია რატომ დავიწყე ალპინისტთა კლუბში სიარული? იმიტომ რომ ახმედთან უფრო ახლოს ყოფილიყავი. Düştüm bir kere biliyor იცი ერთხელ დავეცე მან კი Kucağına. ხელში ამიყვანა და ისე მიმიყვანა ბანაკამდე. O gün başladı. ჩვენი სიყვარული მაშინ დაიწყო. Hiç kolay olmadı. ადვილი არ ყოფილა ბენო. Ahmet. ჩემთვის და ახმეთისთვის ცხოვრება ადვილი არ იყო. ჩემო ძვირფასო. Ama öyle. ასე ნუ ამბობ. Bence kendini alıştır. ბედნიერ მომავალზე უნდა იფიქრო. ახალგაზრდა და ლამაზი ხარ. ახალი სიყვარული გელოდება. არა. Yapma öyle. გთხოვ არ გინდა. Aşksız yaşam. უსიყვარულო ცხოვრება შეიძლება? Alo. ალო, Efendim. გისმენთ ქალბატონო ნურჰაით? Tamam hemen კარგი, geliyorum. ახლა ვემოვალ. Onur Bey'in. ბატონი ონური გეძახის? Hayır. არა, Kerem Bey. ბატონი ქერემი. პიარის სპეციალისტებმა გარკვეული სამუშაო ჩაატარეს, მაგრამ მე უკმაყოფილო ვარ. კარგი დეიდა ფერიდა. ამის გამო ნუნერვიულობთ. სხვა ვარიანტებიც ვნახოთ. მაგრამ ჯერ ქალბატონ შახრაზადს ვკითხოთ აზრი. ხო, რა თქმა უნდა. კარგი დედასევალ, ქალბატონი შაჰრაზადი უარს არ გვეტყვის, მაგრამ ჰოლდინგშიც ბევრი საქმე აქვს. ვერ დავუშვებ, რომ ამ პროექტის გამო მუშაობაში ხელი შეეშალოს. ასე არ არის ქერემ? მართალია. მე მგონი ამ პროექტს არასამუშაო საათებში უნდა მიხედოს. დედა, რა მოხდება შაბათს შენ სახლში რომ მოვიწვიოთ? თუ რა თქმა უნდა ქალბატონი შაჰრაზადი თანახმა იქნება. შემოდით. Beni çağır. მე დახდით? შაჰრაზად, მოგზანდით. ხო. დაჯექ. ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა ფონდის პროექტზე ვლაპარაკობდით. Sağ ol Mihriban abla. გმადლობ დაომიხრიბან. Para hesabıyla. პულსითვლი? ხო, Oradan kız. ხან ვაკლებ. მე რა ვუმატებ, მაგრამ არაფერი არ გამომდის დაო. Bir türlü denkleşti. საკმარისი თანხა არ მიგროვდება. არ ვიცი რა გავაკეთო. თავს ნოიტანჯავ. Bütün sıkıntılar. მალე ყველაფერი მოგვარდება. Nasıl geçecek? როგორ მოგვარდება? Bennu ya. ბენუს ვალი მაქვს. Hakan. ჰაკანის, Nilüfer teyze. დეიდა ნილუფერის.
Uçan kuşa ყველა მათგანის ვალი მაქვს. önce hangi? ვერ ხვდები პირველს, რომელს გადავუხადო ვალი. Hamsi tanı. ისინი შენი მეგობრები და ახლობლები არიან. Seni sever. ყველას უყვარ ხარ. Nece hal? იციან რა მდგომარეობაშიც ხარ. Öyle. ასეა, Ama bu მაგრამ ეს უფრო მანერვიულებს მიხრიბან. hiçbiri zengin. ისინიც არ არიან მდიდრები. Daha ne kadar როდემდე უნდა გადავდო? როდემდე მქონდეს მათი ვალი? keşke gönlüne ნეტა შემეძლოს რამით დაგეხმარო, მაგრამ Ama bir იცი რას გეტყვი? sonu güzelliktir. ყველაფერ ცუდს აქვს დასასრული. ყველა დაბრკოლებას გადალახავ. Nur saçlar. მოთმინება ისწავლე. ყველა საწადილს მიაღწევ. Allah bir şahit თავს ნოიტანჯავ. ღმერთი აუცილებლად დაგეხმარება. მგონია დამეხმარება? ხო, verecek. ასე იქნება. Allah მიხრიბან, ღმერთს ბევრი რამ ვთხოვე. Allah'ım ვთხოვე საოცრება მოეხდინა, რომ bir mucize. ჩემი შვილისთვის ფული მეშოვა. Oğlum için para bulayım dedim. ეს მართლაც მოხდა, მაგრამ ძალიან ძვირად დამიჯდა. Ama bedeli çok ağır. ამიტომ აღარ მინდა ისევ რამე საუტრება ვთხოვო. Bir mucize daha istemeye dilim. აღარ მინდა. კარგად ხართ, ბატონო ანურ? ვფიქრობ პირდავს. შეცდომა დაუშვიდა, ეს ძალიან ძვირი დამიჯდა. ახლა კი ვფიქრობ, როგორ გამოვასწორო, მაგრამ რთულია. ძალიან რთული. გამბედაობა გამოიჩინეთ. დიახ. მივდივარ პირდებს. Anne. დედა, გისმენ. Nerede Şehrazat? ამ დღეებში შაჰრაზადთან წასვლას აპირებ. რატომ მეკითხები? Kaan'a ქანს ბაირამის დღესასწაულისთვის ნაყიდი საჩუქარი ვერ გადავეცი. განვიცდი. რატომ ჩქარო შვილო? Şehrazat. ორი დღის წინ შაჰრაზადს დავურეკე. Tanıştırsak. მინდა რომ ბავშვებმა ერთმანეთი გაიცნონ მეთქი. მერე Ben seni bir... დამბირდა რომ დამირეკავს და სტუმრად დამპატიჟებს, მაგრამ ჯერ არ დაურეკავს. Olur. დარეკავს შვილო, დარეკავს. O zaman მაშინ ქანის საჩუქარს თქვენ მოგცემთ. sen როცა წახვალთ, მიეცით selam. და ჩემგან მოგკითხვა გადაეცით. Peki. კარგი. Yok mu? საინტერესო არაფერია. ალბათ არის. შენ მოძებნე. Ama kapat. არ არის საჭირო. გამორთე ასე აჯობებს. ფილსონ, ბატონიგანი ისევ მეგობართანაა წასული. Yok baba. არა მამა, Kursda. კურსებზეა. კურსებზე? ასეთ დროს? დიახ, Telaş. დამატებითი მეცადინეობა აქვს. Matematikten. მათემატიკაში დაბალი ნიშანი მიიღო და ამიტომ ამ საღამოს დამატებითი გაკვეთილი დაუნიშნეს. კარგი, იმედი ასეა. თავარია ისევ ნასვამი არ მოვიდეს. Aşk ol. რას ამბობთ მამა? Yok öyle. ეს არ მოხდება. Merak etme. ნონერვიულობთ. Gani o geceden. იმ საღამოს მერე განი დაჭკვიანდა. Baban nerede? სად არის მამა ამდენ ხანს რატომ არ მოვიდა? Babanın fabrikası. შვილო ეთყობა ფაბრიკაში ბევრი საქმე აქვს. რადგან ბაბუა დღეს ვერ წავიდა, ორმაგად მოუწევს მუშაობა. Yaratmayacak fabrikada. ბატონო ბურხან, ხილი ჭამე. Boylu yardan ayrıldım, ayrıldım, ayrıldım. Ben bir sen Ay kağıt havlu bitmiş. ტუალეტში ხელსახოცი გათავებულა. როგორი პოვეს ბარი? მაგწან საკაურობა. ე, კარგია. შემომხედე? Yakışmış. მიხდება? ტანსაცმელი არ მაინტერესებს. თავარია ტანსაცმლის უკან რა იმალება. Zamita. ჩემო საყვარელო. Eşim benim. ერთადერთი და განუმეორებელი ხარ. მართლა? Aman şimdi იმიტომ არ გეუბნები რომ თავში აგივარდეს. ველი გააჩერე. rahat dur. ასაკეთებ სახლში ხომ არ ვართ? ხომ გითხარი სახლში დავრჩეთ მეთქი. Gideriz biraz. ცოტა ხანი მოიცადე. Daha yeni geldik. ახლა ხან არ მოვედით? კარგი, გაგიმარჯოს. შენს გაგიმარჯოს.
იცი სტამბოლში ყველაზე მეტად რა მომწონს. დადიხარ სეირნობ და ქუჩებს ბოლო არ უჩანს. ფული რომ მქონდეს დილამდე ვისეირნებდით, მაგრამ რაც მქონდა სულ დაგვეხარჯა. ხოლო ტაქსის ფული დავიტოვე. არ მინდა ბიძე ბურჰანმა ისევ საყვედურებით ამახსოვს. ძლივს მოვახერხე იმ კაცთან შერიგება. მოდი აქ ჩავიდეთ. კარგი რა, ეს უკვე მე რამდენი ბარია. გვეყოფა. შემოდი, ნაცნობები მუშაობენ. თითო კათხალუდი დავლიოთ. 11-ის ნახევარზე სახლში უნდა ვიყო. სულ 5 წუთი ძმაო. უფასოლოც დაგალებინებ. მართლა? ო, წამოდი. კარგი. გამარჯობა სონერ. გამარჯობა. როგორ ხარ ჰუსეინ? რამდენი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს? დიდი ხანია ჩვენთან არ მოსულ ხარ სონერ. ესი ამას ენა ჩვენი კურსელები ვნახე. მართლა როგორ არიან? ჩვენთვის გაქვს თავისუფალი ადგილი. ადგილი ყოველთვის მოიძებნება თქვენთვის. ცოტა ხნით შემოვიარეთ. შეიძლება იქ დავსხდეთ. მალე გათავისუფლდება მაგიდა. მართლა? კი, ოღონდ ცოტა უნდა მოიცადოთ. კარგი, მადლობ. აი ის მაგიდა გათავისუფლდა. იმ მაგიდასთან დავსხდეთ. დასხედით, გაერთეთ. არა, მე უნდა წავიდე სონერ. კი, მაგრამ რატომ? არ მინდა, ბევრი კაისერელია აქ. როცა ადამიანი საქმეში ვერ ერკვევა, ინფორმაციაც არ აქვს. ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დახმარება გვინდა. მაგრამ ჯერ ისიც კი არ გაგვირკვევია ძვლის წინის ბანკში რა მარაგი არსებობს. გამოდის, რომ ქალბატონ შაჰრაზადთან დალაპარაკება აუცილებელი ყოფილა. ძვლის ტვინის ბანკის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია. ხო. საბრალო ქალს აზერბაიჯანში უპოვნია დონორი. კარგია რომ გაუმართლა. დედა, ის მეშვილი. რაღაც უნდა გითხო. მკითხე. მამა ჩემი. მაშინ რომ მომკვდარიყო, როცა ჩვენ პატარები ვიყავით. მეორედ გათხოვდებოდი. არ მესმის ამას, რატომ მეკითხები? ისა, მაინტერესებს. მაშინ რომ მომკვდარიყო, როცა მე 5 წლის ვიყავი. ბურაკი კი 3-ის. მეორედ გათხოვდებოდი. მითხარი. არა. დარწმუნებული ხარ? არა, არ გავთხოვდებოდი. მით უმეტეს პატარა შვილების პატრონი. რატომ? იმიტომ რომ ჩემი ერთადერთი საფიქრალი თქვენ იქნებოდით. იმედია მანქანით არ მოსულ ხარ? არა. ტაქსით მოვედი. კარგია. ბევრი დალია? ერთი ბოთლი. ბენო ძვირფასო, რატომ დალია? არ ვიცი. დავლია. შაჰრაზად. ხო. ძნელი ყოფილა სიყვარული. ვიცი, წუხალ შენ შეგაწუხე, მაგრამ სახლში ვერ გავძელი. საოცარი სიმარტოვე ვიგრძენი. ძალიან ცუდად ვიყავი. ძალიან ცუდად. ცუდად რატომ იყავი, ბენო? რა მოხდა? არაფერი. რა უნდა მომხდარიყო? სხვა გზა არ არის. ქერემი უნდა დავივიწყო. უნდა დავივიწყო. ქერემი უნდა დავივიწყო. მაგრამ არ შემიძლია. გადავწყვიტე, წამოვალ ბინიაფიდან. რა? სისულელეს ნუამბობ. როგორ ფიქრობ? მთელი დღე ქერემის გვერდით მუშაობა ადვილია? ბენო. მთელი დღე საყვარელი ადამიანის გვერდით ხარ. ეს იმას ნიშნავს, რომ იმედი არსებობს. მე კი ისეთ ადამიანთან მუშაობ, რომლის დანახვაც არ შემიძლია. საშინელი ტანჯვაა, გესმის? ო, იმედი. შენ ამბობ, რომ იმედი არსებობს? რა თქმა უნდა, ძვირფასო.
რატომაც არა? მოდი ყავა დავლიოთ. კარგი. ეს მანქანა გახსოვს? ხელიდან არ ვშვებდი. იატაკზე ჯდებოდი და თამაშობდი. აქეთ იქით აგორავებდი. ყველაფერი შენახული გაქვს. რა თქმა უნდა შენახული მაქვს. ამ მუზეუმში მხოლოდ მამაშენის ნივთები კი არ ინახება. ცხენს მე წავიღებ. ისერი მტკივა. დილით გვიანობამდე გეძინა. უშინ უამრავი საქმე მქონდა. საქონელი შემოვიდა ლიტვიდან. საბაჟოზე პრობლემები შეიქმნა. საღამომდე ძლივს მოვაგვარეთ. დავთვალეთ, დავტვირთეთ. განი, არ გიჭამია. რა გჭირს? არაფერი. მთელი ღამე ვტვირთავდით. ძალიან დავიღალეთ. მერე ბიჭებმა ლუდი მოიტანეს და მეც ცოტა აზრზე მოვედი. რამით ხომ არ გაგაღვიძა? არა, არა. ვერც გავიგე როდის მოხვედი. ეთყობა ღრმად მეძინა. კარგი, უნდა წავიდა. ქარხანაში მიდიხარ? ო, მეც ამოვალ. კარგი. დღეს ხომ უკეთ ხარ ბატონო ბურხან? ჯანმრთელობის მხრივ თუ მეკითხები უკეთ ვარ. მაგრამ გული მტკივა და ასე მგონია. ეს ტკივილი არასდროს გაივლის. გაივლის. სინდისის კენჯინა ჯოჯოხეთური ტანჯოზე უარესი ყოფილა. ბატონო ბურხან, თუნებას მომცემ დღეს კანთან წავალ. წადი ჩემონადიდე, წადი. ჩემგან ნებართვა არ გჭირდება. როცა მოგინდება მაშინ წადი და ნახე. თუნდაც ყოველ დღე. გმადლობ ბატონო ბურხან. თუ რამე დასჭირდებათ, დავეხმაროთ. ვიცი შაჰრაზადი თვითონ არასდროს მხოლოდ დახმარებას, მაგრამ შენ მაინც ყურადღებით იყავი. კარგი. ალბათ არ მაპატიებს. მაგრამ ამიერიდან რა შეგვეძლება? ყველაფრით დავეხმაროთ. ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება. შენ ასე გონია? ახლა ერთადერთ რამეზე ვოცნებობ. გაზაფხული რომ მოვამინდა ქაანმა აქ ჩვენს ბაღში ირბინოს და ითამაშოს. სადმე მივდივართ, დედა? არასაყვარელო, ბებია მოდის ჩვენთან. რა კარგია, რა კარგია. მოიცადე ნუხტუნა, გაჩერდი. თმას დაგვარცხნი. ძალიან გიყვარს ბებია? ძალიან. ბებია მოვიდა. გამომართე მიხრიბან. ესე იგი წუხელ ლიტვიდან საქონელი ჩამოვიდა, არა? დაიღლებოდი. რა თქმა უნდა. მთელი ღამე ვმუშაობდი. დაღრილზე ლუდი გასიამოვნა, არა? ვიმუშავეთ და დავიმსახურეთ კიდეც.
ძავალ საამქრო შემოივლე. ამა თავზე თუ არ დაადექი, ხელს არ მოგედემენ საქმეს. ლიტვიდან ჩამოსული საქონელი ეს არის? რა, ეს რაც ნიშნავს? განი, ეს რა არის? შენ როგორ გონია? მე არასწორად ხომ არ გაიგე. მე მეგობრებთან ერთად გავერთე. რა უნდა გამეგო არასწორად? წუხელ ყველას თვალწინ ერთობოდი საყვარელთან ერთად. არა, ასე არ იყო. ბარში შევიარეთ. იმ ქალს არ ვიცნობ. გეფიცები, იმ ქალს არ ვიცნობ. არ იცნობ არა, ერთმანეთს ეხვეოდით და კოცნიდით. როგორ არ იცნობ? მომისმინე, აგიხსნე. რა უნდა ამიხსნა? ისედაც გასაგებია ყველაფერი. განი, წაშალე ეგ ფოტო. არა. რა უსინდისო ყოფილხარ, ნამუსგარეცხილი. ჩვენ კაცი გვეგონა. განი, ცოლი ორ სულად ყავს. ცოტა ხანში მამა გახდები. როგორ არ გწხვენია? განი. გთხოვ, წაშალე, ძალიან გთხოვ. რა? მოვრიგდებით. მომისმინე. რაზე უნდა მოვრიგდეთ? განი, გეუბნები რომ მოვრიგდებით. იდიოტი გონი ვარ? მაინც რას ფიქრობ, შვიდად უნდა ვუყურო იმას როგორ ღალატობ ჩემს დას? განი, ცდუნება სამყევი. ეს აღარ განმეორდება. მოვრიგდეთ. და დავივიწყოთ. უნდა წამეშალა, მაგრამ გადავიფიქრე. გაიგე? განი. განი. გთხოვ. წაშალე ეგ ფოტო. მამამ რომ ნახოს, მომკლავს. რა ნამუსით ეძახი იმ კაცს მამას? რა? ჩემი და თუ ნახავს ამ ფოტოს, შენ გონია ბიძია ბურჰანს დაელოდება? განი, გთხოვ. კერე გამიშვე. განი, არ დამღუპო. შენ მადამ რომ გაიგოს, მართლა დავიღუპები. შენს თავს დააბრალე ყველაფერი. ახლა რა მოხდება? არ ვიცი. ნახოთ. განსაკმარისია. არ შეაწუხებებია. დააცადე. ამოისუნთქოს. საყვარელო, ძალიან მოგინატრა ბებია. ძალიან. ბებიასაც ძალიან მოენატრე. რომ იცოდე როგორ მიყვარხარ. ხშირად მოდი ხოლმე ჩვენთან. კარგი პატარა, მოვა. ეს ჯუსუნა გამოგიგზავნათ. თქვა ჩემმა მამაზლიშვილმა მშვიდობაში მოიხმაროსო. რატომ შეწუხდით? ეს რა არის, ბებია? მოდი გავხსნათ. რა ლამაზია, დიდი მადლობა. მოდი ჩაგაცვა. ზუსტად მოგერგო, თან ძალიან გიხდება. დიდი მადლობა. მადლობა გადაუხადებებიეს. გმადლობ. ეს ბიძოლა ფიუსონმა გამოგიგზავნა. რომ ნახავ, მადლობა უთხარი, კარგი? კარგი. მინდა ერთ დღეს ყველა დაგპატიჟოთ. კარგი იქნება. გოგონებსაც უნდათ ქაანის გაცნობა. რა ლამაზია, როგორ უხდება ჩემს ბიჭს. ბებია. რა საყვარელო? იმ დღეს ის მოხუცი კაცი ვინ იყო? შენი ბაბუა ქაან. წამოდი შენ სათავში ვითამაშოთ. მეცი შვილო. არ შეგიძლია რომ აბადეო. სამდე მართალი ხარ. მაგრამ ბატონი ბურჰანი ძალიან ნანობს. ნუ შეხედე. ერთი ციდა. მომეცი? არა, მე უნდა ჩავთო. მომეცი. ჯომად, ბუკეთ, ბურჯუ. ბაბუ ავადა. მომეცი. მამაზე ვით არის? ხო. თუ გინდა ნახე. მე ჩავთავ. მომეცი? არა, გამიშვი. იყოს მერიავა. მომეცი მეთქი. რა დღეში ხართ? მომეცი. აი, ამარხს უყურეთ. აიშე, დედა მოვიდა, შეეგებე. პალტო გამოართვი.
Hoş geldin. საღამო მშვიდობისა დედა. Hoş bulduk kızım. საღამო მშვიდობისა შვილო. Kaan nasıl? კანი როგორ არის? Ay iyi. კარგად, ძალიან კარგად. Ali ალიკემო, მამა შენი სად არის? ზევით დედა. ჩემი ცოლის ძმა, ჩემი ვაჟკაცი ძამიკო, რა გჭირს? ფიუსუნ ძალიან მიყვარს ეს ბიჭი. ხელი გაწიე ნერვებს ნუ მომიშლი ამ საღამოს. Aa, Gani? განი, რა დაგემართა? Niye terbiye? სიძეს როგორ ეკცევი? Seviyor. მიყვარხარო, ცუდი რა გითხრა? კარგი რა დაიკო, თავი დამანება. უმრობს ფიუსუნ. ნუ ჩაერევი. არ ხუმრობ. სერიოზულად ვამბობ. Aa. Nesi var? რა სჭერს ამ ბიჭს ალიკემო? Bana bakın. მომისმინე? Kursumu. კურსებზე პრობლემები ხომ არ შეექმნა? Hayır dersleri kötü. იქნებ ცუდი ნიშნები აქვს და გაღიზიანებული ამიტომაა. არა, თვალყურს ვადევნებ. ნუ ღელავ. Anne benim დედა მარტო მე არ მყავს ბაბუა? დიდემს ყავს, ემრესაც ყავს. სამაგეროდ ბებია ყავს. აი ესე? ერთად დაიძინებთ. ბოსნიაში როგორ მიდის საქმე? კარგად. საკმაოდ წინ წავიდნენ. სერიოზული ინვესტიციები ჩადეს. ევროკავშირიც ეხმარება. მშვენიერია. სხვა პროექტებზე რა ხდება? კიდევ ორ ჰესს ვაშენებთ. ახლა ეს არის ჩვენი ძირითადი სამუშაო. საღამოშიდობის. გამარჯობა უნურ. რამდენი ხანია არ გამოგივლია? ო, უამრავი საქმე მქონდა. მერტ, სამოდი სიურპრიზი მოგიმზადე. მართლა? ხო. ახლავე. ერთი ბურბონი თუ შეიძლება. ადრე რომელიმე ჩვენგანს თავმჯდომარედ თუ დანიშნავდნენ ერთად აღნიშნავდით ხოლმე ამ ამბავს. ეგ ადრე იყო. უფრო ადრე იმასაც აღნიშნავდით მისტერ ჩატვინისგან 100-დან 90 ქულას თუ მივიღებდით. ეგ კიდევ უფრო ადრე. რა შეიცვალა ქერემ? შენ მითხარი. სად დავუშვით შეცდომა? მე თუ შენ. ავას დალევ ბენო. არ მინდა გმადლობ. არ ვიცოდი კომპიუტერული თამაშები თუ გიყვარდა. არასოდეს არ მითამაშია, მაგრამ ახლა ვთამაშობ. რატომ? ორშაბათი მძიმე დღეა. ბენო. რამე მოხდა? მითხარი რა გჭირს? ოსაქმური თანამშრომლები რას აკეთებენ ხოლმე? შაჰრაზად. ან თამაშობენ, ან მეგობრებს ესაუბრებიან ინტერნეტში. რას ნიშნავს უსაქმური? საქმე ხომ გაქვს? არ მაქვს. ალმა-ატას პროექტი მთავრდება. ახალი პროექტი არ მომწეს. შესაბამისად, საქმე არ მაქვს. ფინანსურ დეპარტამენტში 20 თანამშრომელია, მაგრამ ფინანსური ანალიზის ცხრილებზე მუშაობა მაინც ჩვენ გვიწევს. ჩვენი მამებიც ასე აკეთებდნენ და ამიტომ. მართალია. ბევრი რამ ვისწავლეთ მათგან. ისინი მეგობრობას და საქმეს არასდროს არ ურევდნენ ერთმანეთში. რას გულისხმობ? ჩვენ რა სხვანაირად ვიქცევით? სხვანაირად რომ ვიქცეოდეთ, ახლა მაგიდასთან ერთად არ ვისხდებოდით. რომასია? მოგზავნით. ბატონო ქერემ. გამარჯობა გისმენ. თუ გცალიათ თქვენთან მინდა საუბარი. რა თქმა უნდა, დაჯექი. არა, გმადლობთ.
მინდა რომ სარაევოს სათხილამურო ბაზის პროექტზე სხვა მიმუშაოს. შეიძლება მიზეზი გავიგო. მე ხომ ბელექის დასასვენებელი კომპლექსის პროექტზე ვმუშაობ. უფრო მეტი დრო სჭირდება ვიდრე მეგონა. მაგრამ სარაევოს პროექტი საჩქარო არ არის. ვიცი. ფიქრობ ამ საკითხში ბენუ უფრო დაგეხმარებათ. სათხილამურო ბაზების საქმეში მეტი გამოცდილება აქვს, თან ალმა-ათას პროექტი უკვე დამთავრდა. მითხარი, კურსებზე როგორ მიდის საქმე? მაყოფილი ხარ? შენი კურსები ქალაქში საუკეთესოა. განი, ხომ შეიძლება ადამიანი შეცდეს? აღიარებ შევწდი. არასწორად მოვიქეცე, მაგრამ გეფიცები, ასეთი რამ აღარ განმეორდება. არაფერი არ მომხდარა და მიჯერე. ცოტა ხანი გავერთეთ და სახლში წამოვედი. სულ ეს იყო. და მიჯერე. განი, ერთი შეცდომის გამო ცხოვრებას ნუ დამინგრევ. კარგი ვთქვა, ჩემზე არ ფიქრობ და თანახმა ხარ, რომ შენმა და ამ სახლიდან გამაგდოს, მაგრამ მე ისიც ხომ დაიტანჯება. არ გეცოდება? მალე ბავშვი უნდა გააჩინოს. მორჩი ამ სისულელეების ლაპარაკს. განი, ხო, წაშალე ის ფოტო. კიდევ რა გინდა? გამიჩერე. გამომართ. ნაკფული მოაშორე. გამომართ ვიმედი. არ მინდა. გინდა. აბა კარგად. ალო. გისმენთ? ახლა შემოვიდე? კარგი, მოვდივარ. რა მოხდა? ბატონი ქერამი მეძახის. წადი ჩქარა, რას დგახარ? ესე იგი წავიდე? დიახ, ამ საღამოსთვის. არა, ჯგუფი არა, ორნი ვიქნებით. დიახ, მადლობთ. დიდი მადლობა. მოგზანდით. ბენუ. შემოდი. დაჯექი. ალმათის პროექტი დასრულდა. უკვე ახალ პროექტზე ვიწყებთ მუშაობას. მართლა? ხო. ეს ახალი პროექტი შენგან დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს. სარაევოს სათხილამურო ბაზა. მაგრამ ეგ პროექტი ხომ? ვიცი. შაჰრაზადთან ვაპირებდი მუშაობას, მაგრამ გამახსენდა, რომ ამ საქმეში დიდი გამოცდილება გაქვს. კარგია, რომ შაჰრაზადმა ეს შემახსენა. მითხრა, ამ პროექტში ბენუს გამოცდილება უფრო მეტად გამოგადგება. გმადლობთ. გენდობი ბენუ. გმადლობთ ბატონო ქერემ. დამერწმუნეთ, თქვენს ნდობას გავამართლებ. ამაში დარწმუნებული ვარ. ახლა კი საქმეს შევუდგეთ. სერიოზული სამუშაო გველოდება. ამ პროექტზე დიდი მონდომებით უნდა ვიმუშაოთ. ძალიან ბევრი საქმე გვექნება. ძალიან ბევრი. ყველაფერს გავაკეთებ. ო, მართლა, ბენუ. ალმათის პროექტის დასრულება უნდა აღნიშნოთ. არ გეგონოს, რომ გაწეულ შრომას არ გიფასებ. გმადლობთ. ნახვამდის.
სანაპიროთ წავიდეთ ბატონო ნურ. ფოტოები გამოგზავნეს? კი. ბატონმა სემირმა გამოგზავნა დღეს. ძალიან საინტერესო პროექტია. მიდი, გაიხსენი. სარაევოს მხოლოდ ფოტოებით ვიცნობ. არქიტექტურა, ბუნება, ყველაფერი ლამაზია. ყოველთვის მინდოდა იქ წასვლა, მაგრამ ვერ მოვახერხე. აი. შეხედე. ეს არის სარაევო. ძალიან შთამბეჭდავი ყოფილა. ეს კი ომის ნაკვალევია. რა საშინელებაა? ძალიან სამწუხაროა. Yorgun görünüyorsunuz. დაღლილი ჩანხართ. Bir kahve alır mısınız? აბას ხომ არ დალებთ თხილის არომატით? არა, ახლა არ მინდა. წავიდეთ. დღეს მანქანით ხარ? Maalesef. არა, მანქანა ხელოსანთან დავტოვე. კარგი, თუ ასეა მეც აგიყვან. წამოდი. Uzun sürer mi? კიდევ ბევრი დარჩა. არ ვიცი. ნახვამდის. 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 Önce gidip arazi. ჯერ ტერიტორია უნდა ვნახოთ. სამუშაო გრაფიკს გადავხედოთ და მერე მივლინების გეგმა შევადგინოთ. კარგი. სალამ შვილებისა ბატონო ნურ. საღამოშტობის. გამარჯობა. გამარჯობათ. ფილმი გახმო